სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო, დღეს არის ერთ-ერთი დიდი დღესასწაული პეტრე და პავლე მოციქულთა ხსენება. სული თმოფენობის შემდგომ ძალიან მალე იწყება პეტრე პავლოვის მარხვა, ნიშნად იმისა, რომ მოციქულებმა სულთმოფენობის შემდეგ იქადაგეს და მოაქციეს მსოფლიო და მარხვის ბოლოს არის ხსენება პეტრესი და პავლესი ჯერდა ხვალ უკვე 12-ვე, ესე იგი მოციქულის ეს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი დამსახურება მოქცევის საქმეში ჰქონდათ პეტრე და პავლე მოციქულს ძმანო და დანო. წინავს ძმანო და დანო პავლე მოციქულის ეპისტოლეები ამ ბინძურ ქვეყანაში, ამ ბინძურ წერილებში, ბინძურ სტატიებში, რამ დაუწერია კაცობრიობას პავლე მოციქულის ეპისტოლეები წინავს როგორც მზე ძმანო და დანო. მე დღეს მინდა პეტრე მოციქულსაც შევეხმიან და პავლე მოციქულს განსაკუთრებით. მართალია ჩვენ ყოველ კვირას ვკითხულობთ პავლე მოციქულის წერილებს, წმინდა წერილებში ყველაზე მოცულობით, ყველაზე დიდი ნაშრომი ეს პავლე მოციქულის ნაშრომებია, წერილები, მაგრამ პეტრე მოციქულის დამსახურება ის არის ძმანო და დანო, რომ მან მოაქცია რომი ეს სასწაული, იმიტომ რომ რომის მოქცევა, აი როგორ თქვა, თან ნერონი მეფობდა იმ დროს, ნერონი მეფობდა. და შენ იდეაზე გადმოგეყვანა ძმანო და დანო რომი, ეს მხოლოდ და მხოლოდ თუ შეიძლებოდა რომ აი ღმერთს გაეკეთებინა და მართლაც ღმერთმა გააკეთა პეტრეს ხელი ძმანო და დანო. ნერონის უსაყვარლესი ხარამხანადან ყველაზე ორი ულამაზესი რომ ცოლი ასე თქვა ნერონისა და ეს ამ ორ ცოლს ვერ შორდებოდა თუმე ნერონი და ხანდახან გამოიყვანდა სხვა ქალს. ეს ორი იყო მის საყვარელი, ეს ორი მოაქცია ნერონის ეს ორი საყვარელი ქალი ცოლი პეტრე მოციქულმა და მათ ძმანო და დანო ამ გარყვნილმა ქალებმა ნერონს ამ ჯალათს, ამ უდიდეს ბრძანებელს ძმანო და დანო უარი უთხრეს თანაცხოვრებას, აი საჩას ქრისტეს ძალა ძმანო და დანო. პეტრე მოციქული თან დააკვირდით ორივე მოციქული როგორ აირჩია უფალმა ერთმა უარყო ქრისტე. თან როგორ უარყო ფიცალო რომ აქაც არის და მეორე დევნერი იყო ძმანო და დანო და ეს ორივე აირჩია, ესე იგი სულ ძირამდე და სულ ცოდვიდან აღებული ორი კაცი აირჩია უფალმა და აიყვანა და გახდნენ ყველაზე დიდი მოციქულები ძმანო და დანო. პეტრე მოციქულს უწერია თავის ეპისტოლეში პირველში, ყოველი ხორცი თივარს, ყოველი დინება კაცისა, ვითარცა ყვავილი თივისა, განხმა თივა იგი და ყვავილი მისი დასვიდა. ხოლო სიტყვა ღვთისა გიეს უკუნისამდე, ხოლო ეს არის სიტყვა რომელიც გეხარა თქვენ, ანუ ღვთაებრივი სწავლება ძმანო და დანო. ქრისტიანობა ბევრი ამბობს, როდის იქნება მეორედ მოსვლა, ეს ტყვილია ყველაფერი, აჰა რამდენი დრო გადის და ასე შემდეგ. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრია ძმანო და დანო და აი პეტრე მოციქული ისევ თავის პირველ ეპისტოლეში ძმანო და დანო გვახსენებს, ერთი ესე ნუ დაგავიწყდებათ საყვარელო, რამე თუ ერთი დღე იგი უფლისა, ვითარცა 1000 წელი და 1000 წელი ვითარცა ერთი დღე. ასე რომ ამ დიდ ვითომ რო გონიათ ეს დიდი გავადრო, ამას ნუ იტყვითო სადაა უფალი, ანუ მეორე დღეს როდის იქნება, იმიტომ რომ უფლის წინაშე 1000 წელი ვითარცა ერთი დღე ძმანო და დანო. და თქვენ იცით, ნახეთ რას ამბობს, არ აყოლოს უფალმა. არ დააყოლოს უფალმა. თავის აღთქმა წყალი არ გაუვა, ვით არ იგი მისმე დაყოლნებად შეურაცხია ვინმეს თუ გონია რომ უფლის სიტყვები არაღარ სრულდება. არამედ სულ გრძელავს უფალი თქვენთვის. ეს იმიტომ ხდება, იმიტომ გაგრძელდება ეს რომ სულ გრძელავს უფალი თქვენთვის, რამე თუ არავისი ნებავს წარწმენდანი. ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისა, ვითარცა მყარავი ღამისა, რომელსაც შინაც სამი მძაფრიად წახდნენ, წესნი დაიწვნენ და ქვეყანაი მაშინა საქმენი დაიწვნენ. ესე იგი ბოლო დრო ისეთი იქნება
ძმანო და დანო, იმდენად აუტანელი, იმდენად საშინელი და ვხედავ ჩვენ ამის უკვე ნაპერწკლებს თუ ცეცხლს არა, ნაპერწკლებს ხედავ რა საკანონებენ, ხედავ რა ხდება სოფლიოში ძმანო და დანო და ამ დროს ეს კიდევ უფრო ეთქობა გაუარესდება და ბოლოს ისეთი დრო მოვა რომ დაწვავს უფალი ახალ წესრიგს და ახალ წესს ძმანო და დანო ვეღარ მოიწვეს ახალთა ცათა და ახალ საქმიანსა ველოდებითო დიახ ძმანო და დანო ქრისტიანული სწავლები როცა დასრულდება კაცობრიობის ისტორია ყველაფერი რასაც უყურებთ ამ შვენიერ სამყაროს ეს წარიგრაგნება ოქროპილი ამბობს როგორც აი წყავი ესე წარიგრაგნება წყავი და მივიღებთ ახალ ცას და ახალ მიწას ეს ენი დაუწერეს ეს ისაიდუმლოა რაღაც სასაუბრს ძმანო და დანო სადაც ყველა ადამიანს ცხონებულს ექნება რაღაც უსაზღვრო სივრცეები და უსაზღვრო იქნება ყველაფერი აი რასაც აქვს ჩვენ რაღაცა სიკეთეს ვეძახით გვიხარია რაც აქვს ამ ქვეყნად ცხოვრება მშვენიერია იქ იქნება ძმანო და დანო შეუდარებლად უფრო ამაღლებული და დაუსრულებელი და უფრო ძლიერი ძმანო და დანო კიდევ მეორედ მოსვლა სიტყვაზე ვამბობ მე რა ვიცი მე ცოდვილმა ამ ვინ იცის როდის იქნება ეს არავინ არ იცის მაგრამ სიტყვაზე ვამბობ ალბათ ამდეხანს არც იქნება მაგრამ აჰა 400 წელი კიდე რო გაგრძელდეს და ყველამ დაივიწყოს ქრისტიანობა და თქვან რომ აი უკვე სად არის ეს ყველაფერი წვილი იყო და ზღაპარი ეს იმიტომ გააგრძელებს უფალი რომ იმ 400 წლის შემდეგ ვიღაც უნდა ცხონდეს და იმ ერთის გამო თუნდაც ძმანო და დანო გააგრძელებს ბინძურ ცხოვრებას რომ ის ერთი ამოიყვანოს ჯაობიდან და გადაარჩინოს გახსნას და მე მინდა პავლე მოციქულს შევეხო წინა ქადაგებაში მე თავები მოვიყვანე და ასე ვთქვა ჩემპიონი თავი განახლა ჩემთვის ეს არის რომელთა ეპისტოლე მთელი პავლენის გამარჯვებული ჩემი აზრით ეს არის რომელთა ეპისტოლეს მე-16 ბოლო თავი თქვენ უნდა წაიკითხოთ რადგან აქ ჩანს პავლე როგორ ემზადება ტრიუმფატორი რომ შევიდეს ძმანო და დანო რომში აქ უკვე ყველაფერი მოთავებული აქვს თითქმის პავლეს უზარმაზარი ეკლესია ყველა ქალაქში ყველა ცივილიზებულ მთელ სამყაროში მან დაადგინა და აი ეს ისეთი თავია ძმანო და დანო სადაც ჩანს სიყვარულიც რომ პირველი სიყვარულია ღვაწლიც რომელიც დაფასდა და დაუფასდება ყველა ქრისტიანს მე დღეს ავირჩიე ჩემპიონი ცნება პავლე მოციქულის თავები კი არა ცნება ჩემთვის რომელია ყველაზე უძვირფასესი ცნება პავლე მოციქულის ამ საოცარი ცნებებიდან მე მინდა გითხრათ რომ ეს არის მრავალი ათეული ცნება ქრისტესი მოცემული პავლე მოციქულის პირით და მე მინდა აი თქვენს იმუშაოთ მე იმასაც ვფიქრობ რომ თუმცა შეიძლება ვწდები რომ ეს რამოდენიმე ათეული კი არა შეიძლება 100-საც მიაღწიოს ძმანო და დანო ეს ცნებები იყოს 100 ამიტომ თქვენც ივარჯიშეთ თქვენც გამოიკვლიეთ და თუ მე დამასწრებთ მე ვაპირებ ახლა ამის დათვლას ამას დრო უნდა თუ თქვენ დამასწრებთ გამიხარდება მე დავჯდეთ და ვისაუბროთ პავლე მოციქულის ცნებებზე ძმანო და დანო თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვანაირად კიდე საზიარებელი ერთი და მამაც ხო ერთი კალბატ და პავლე მოციქულის ძმანო და დანო ცნებები თქვენ შეგიძლია ესე თავების მიხედვით ამოიწეროთ აი თქვა რომელთა ეპისტოლეს პირველ თავში რამდენი ცნება თქვენი აზრით ამოიწეროთ ეს საოცარი პავლე მოციქულის ეპისტოლეები ძმანო და დანო მე ამოვიწერე 8 გამარჯვებული ხო ამბობ რომ ათეულობით ცნება 8 გამარჯვებული მე მინდა ამის შესახებ გითხრათ და ბოლოს ჩემპიონი ცნების შესახებ აი ერთ-ერთი მე ამოვირჩიე რომელთა მიმართ ეპისტოლეში აც განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა და გაქვთ ნაყოფი თქვენი სიწმინდა და აღსრულებულსა ცხოვრება საუკუნო. ნახეთ რა საოცარი ცნება. შეიძლება ეს ცნება ესე ჩამოყალიბო. იყავით მონები უფლის. დიდებული ცნება ძმანო და მონობა უფლისა ეს არის ღირსება. იმიტომ რომ
ზოგი იტყვის რა არის მონა რატოა ვინ არის მონა როგორ შეიძლება ეს რა თქვა პავლე მოციქულმა მონა ღვთისა არ გვეკანტრება და თვითონ არიან მონები სამსახურში დირექტორის მონები თავრობის მონები ვიღაცეების ვერ აკონტროლებენ რომ ის ვისი მონები სოდვის და ესე იგი ამისგან განთავისუფლებას გვეუბნება პავლე და მონობა ღვთისა ძმანო და დანო ეს არის ღირსება და ეს თითქოს გამარჯვებული ცნება უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის. იმიტომ ვამბობ, რომ გამარჯვებული რომ იყავით მონა ღვთისა და მოგეცემა სასუფეველი სათაო. მეორე ცნება, რომელიც მე ავირჩიე, ეს არის ზრახვა იგი ხორცდა სიკვდილი აქვს. ხოლო ზრახვა იგი სულისა ცხოვრება არ სამშვიდობა. ზრახვა ანუ ფიქრები, იდეები, რაც გააჩენ, ეს ყველაფერი ხორციელი, ეს არის სიკვდილი და გაახლოებ სიკვდილს არ არის სიამოვნება. შეიძლება რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდები, უშობაზე, მაგრამ ეს არის სიკვდილი, მისი ბოლო არის სიკვდილი. ხოლო ზრახვა ღვთისა რას ნიშნავს? იესოს ლოცვას საერთოდ ზოგადად წირვაზე დგომას, წმინდა მამების შრომების კითხვას, წმინდა წერილის კითხვას, ესეც არ არის ჩემპიონი ცნება ძმანო და დანო. მესამე ცნება ეს არის ჩემთვის უსაყვარლესი დანუთანა ხატექმნები სოფელსაც ესე იგი ნუ გახდებით ამას სოფელს ამას ნიშნავს ძველი სიტყვა ამ ქვეყნიურ და სხვათაშორის მე აქ მაგ რაღაც ერთი ჩემი ასე ვთქვათ დაკვირვება აღმოჩენა აი არის იცი თქვენ სოფლელი ეუნებიან ხოლმე ვიღაცა ის სოფლელო ეუნები ხო მაგრამ საკვირველი ეს ეპიტეტი რა როგორ უნდა უთხრეს ადამიანს ჩვენ ვიცით რომ ბევრი სოფლელი თქვა ყველანაირად ჯობია ქალაქებს და ზოგი ქალაქები ჯობია სოფლეს გასაგებია რატო ამბობენ ჩემი აზრით მე ვფიქრობ ეს რომ საქართველოში იმდენად დიდი იყო ქრისტიანულად ცხოვრები ხალხი აგერ კომუნისტების დროსაც მანო და დანო ინერციით მოდიოდა ხალხი წმინდა ცხოვრება ინერცი ჩვენ გვახსოვს ეს ბებიები და ბაბუები შეიძლება არაეკლესიურები მაგრამ ჩვენ ჯობდნენ ისინი 100% პატრიარქი სულ ამბობდა ამას და ვერ ხვდებოდი ჩემ სულ ყოველთვის ამას ვეუბნებოდა ნამდვილად ესეა ძმანო და საქართველოს ცხოვრობდა ქრისტიანულად და ვინც არ იყო ქრისტიანი ვინც რუსობდა ვინც რაღაცა ამ ქვეყნიურით იყო დაკავებული მას ნამდვილად სოფლელს ეძახდა აი ეს გაგება იყო და ეს ჩადებული ძმა ანუ ამ ქვეყნით მე ვფიქრობ რომ ეს აქედან მოდის ძმანო და დანო ნახეთ ნუ თანა ხატექმნები სოფელს არამედ შეიცვალები განახლებით და გონებისა თქვენისათა რათა გამოიცადოთ თქვენ რა იგიარს ნება ღვთისა კეთილი სათნო და სრული აი როგორ უნდა ხატექმნეს აი ბიჭები ახალგაზრდები განსაკუთრებით გვეუბნებიან 16 წლის ბიჭები მამაო აი ჩემი ამხანაგები 18 წლის ბიჭები ქალებში მიდიან მეუბნებიან ქალებს დამცინიან აი ეგ არის ამ ქვეყნიურ შენ უნდა დადგეს სიმაღლეზე და უნდა რა თქმა უნდა არ უნდა წაყვეს არავინ ასეთ განზრახვას ძმანო და დანო აი ეს არის ხატ ექნა ანუ გახდა სოფლელი ანუ ამ სოფლიური გახდა ძმანო და დანო განსაკუთრებით საყურადღებოა მღვდელი აი ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ეს შეიძლება აი მე მინდა გითხრა თქვენ ესადა ეს რაღაცა თქვა შეიძლება მამაო ყოველთვის ვეუბნები აი წარმოიდგინე მღვდელი ჩემი თავი თუ ვინ ამ სიტუაციაში და ეცინება ანუ ხვდებიან რომ მღვდელი მას ეს არ უნდა გააკეთოს აი რაც არ უნდა გააკეთოს მღვდელმა არც თქვენ უნდა გააკეთოთ ვეუბნები აი მაგალითად როგორ რას ქვია თანახატ ექმნები სოფელსა აი მე დავიმართე ერთი მაგალითი მინდა გითხრა ძალიან ელემენტარული ვითომ მაგრამ აი მღვდელი როგორ უნდა იყოს ფრთხილად და ქრისტიანი ვზივარ მანქანაში და ისიც ჩემი მეუღლე რომ გადავა თუ ბაზარში 3 საათი რომა გადაგებას ვამზადებ თუ მაღაზიაში 5-10 წუთით რადიოს ვთავ ხოლმე ძმანო და ხო და გადავიდა ჩემ მეუღლე ჩავხე რადიო და მუსიკა მიდის ესე იგი ძალიან მელოდია ხო კაც აჯადოებს ძმანო და დანო და მელოდია კარგია მაგრამ იმდენად არასერიოზული რაღაც ხო იცი ჯაზია თუ რა ვიცი რაღაცა და თან სიტყვებსაც კი არ გამოთქვამენ არის ასე პაპა პუპუ ბუმბა რაღაც ესე ამბობს ისა და არავყე ვიღაცო აღვე თავით ხელით ვაზივარ მანქანაში მოკლედ და ამ დროს ვიღაც ქალმა შევამჩნიე გაიარა ეთყობა დამინახა
მღვდელი რომ დამინახა ლოცვა კურთხევაზე წამოვიდა რომ შემოიხედა ალბათ დამინახა ამ ცეკვა რა პრაქტიკულად და ეს გავიგონე რომ არასერიოზული კაცი აი როგორი ფრთხილი უნდა იყოს მღვდელის მამადა და როგორი ფრთხილი მე მაგალითად აი ზოგს უყვის რესტორანში მღვდელზე ეგზალენსია რატომ ეგზალენ ეხლა მე ჩემ თავს ვეუბნები ამაზე მეც დავდივარ ეხლა გადავწყვიტე კაცრა რომ არ წავიდე მეც ნუ ხანდახან ვიღაც დაგვაჭერ რაღა მიდიხარ და რატო არ შეიძლება ან რატო არ უნდა ხარ ეკნას მღვდელი და ამ სოფელს იმიტომ რომ იცი თქვენ რესტორანი რა მიდის კარგი არაჩვეულებრივი მუსიკა, მელოდია, სიმღერა, ხერია, ცეკვავე, ლამაზი ქალები, ყველაფერი, კაი გოჩი, კაი და რკინის კაცი უნდა იყო ამას რომ გაუწევს. რკინის. არ არ იცეო, არ იმღერო, არ ჭამო, არ სვა, არ დალიო. მაშინ რაღა გინდა რესტორანში კაცო. ასე რომ ზმანო და დანო, აი ეს ნიშნავს ამ მე ეს ცნება ძალიან მიყვარს, მაგრამ არც ეს არის ჩემპიონი ცნება ზმანო და დანო. მე მინდა ერთი ცნება კიდე ძმათ მოყვარებათა ურთიერთას მოწლედ მოსულნე იყვენი პატივისცემასა ურთიერთას უსწრებდი ნახეთ რა დიდებული ცნება ერთმანეთის პატივისცემას დაასწარით გამიგე რა დიდებული ცნება მაგრამ არც ეს არის ჩემპიონი ცნება ჩემთვის და ნუცა მეხუთე ვინ ბოროტსა ბოროტისაც მიაგებ წინასა განიზრახეთ კეთილსა წინაშე ყოველთა კაცსა ნუ ესეც ზმანო და დანო გასაგებია ფორმულა პირდაპირ ურთიერთობის და დიდხანს აღარ მოგაწყეთ ნუ დაითვლებით ღვინითა რომლისაგან არ სიბილწე რატომ მიყვარს იცით ეს ცნება მიყვარს იმიტომ რომ აქ არ არის აგრძალვა ღვინის ანუ მუჰამედისავეთ ანუ არ უთქვია რომ აიგზალოს ღვინო და არც ომარ ხაიამისავეთ არ უთქვია რომ დალიე და დათვერი ღვინო არამედ ნახეთ რა ზომიერა ნუ დაითვლებით ღვინითა ანუ არ უთქვია არ დალიოთ ნუ დაითვლებით ღვინითა რომლისაგან არს სიბილწე ანუ მოკლედ მე აქ ის მომწონს რომ ღვინო რომელიც კაცობრიობისთვის საჩუქარია ღვთისგან ზმანო და დანო და საჩუქარია ზომიერად მიღების შემთხვევაში აი ეს არის აქ გადმოცემული მესმიდე ქმართა გიყვარდეთ ცოლისთვის ვითარცა ქრისტემ შეიყვარა ეკლესიათვის და თავისთვის მისცა მისთვის მესცნება რა თქმა უნდა ჩემპიონი ვერ გახდებოდა იმიტომ რომ ვისაც უყვარს мама, დედა, ცოლი, შვილი ჩემზე უფროს, იგი არ არის შენ და ღირს, ამიტომ მე ამას ვერ გავხდიდი პირველს, თუმცა პირველის შემდეგ მეორე ადგილზე მყავს ანუ და და მე აქ მინდა ცოტა თქვა და ამით დავასრულე მე ჩემპიონს გამოაცხადო. რა მინდა თქვა? აი ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება მინდა გაუზიარო. ახალგაზრდებს ეს რა მცნება დიდი საიდუმლოა პავლე მოციქული ამბობს რა არის ეს აი მე ჩემ ცხოვრებას თვალი გადავალ 25 წლის ვიყავი მე უბრალოდ რომ მოვიყვანე აი ამ 25 წლამდე ზმანო და დანო მე ალბათ როგორც ყველას ისეთი ცხოვრება ისეთი პერიოდი იყო არაფერი არ მაგდა არაფერი რა თქმა უნდა ხა ჩემზე მეტი ბევრს ჰქონდა სხვას ყველაფერი მაგრამ მე ამაში იმას კი არ გულისხმობ რა მქონდა და რა არ მქონდა არაფერი არ მაგდა გულისხმობ რომ პრეტენზია არ მქონდა არაფერზე ზმანო და დანო ყავდა არაჩვეულებრივი დედა და მამა ჩემს თქვენ იცნობდით ვლადიმერ სათხარ ვლადიმერს უთხარით სურათი უნდა მოეწანა გრიგოლ ღვთისმეტყველის უთხარით მოიტანა დედჩემ იყო ულამაზესი ქალი ძალიან კარგი იყვარდა ძალიან მამა ჩემი იყო ну რავი ბევრი თქვენთაგან საოცარი კაცი იყო ხა ქებას არ დავიწყებ მაგრამ ამას წინა დიდი სასწაული მოხდა ვიყიდე გრიგოლ ღვთისმეტყველის წიგნები რუსულად ქართულად სამწუხაროდ ჯერ არ არის თანამედროვე ენაზე თარგმნილი გადავშალე და რა ვხედავ რას ხედავ ზმანო და მაინც ვეძახი ვლადიმერ გრიგოლ ღვთისმეტყველის უძველესი ხატია მოცემული აი ვინც იცნობთ მამა ჩემს განახი კი არ გავს კოპიო მამაჩი რამ ხელა სიხარული იქნებოდა ჩემთვის ზმანო და დანო მამაჩები აი ესე გრიგოლ ღვთისმეტყველს გავს ზმანო და დანო ეს იყო საოცრება აი განხილ ვინც იცნობდით მამაჩებს ამ სურათს გრიგოლ ღვთისმეტყველის უძველეს ხატს მყავდა და მყავს ჩემი და ყველაფერი მქონდა ყველა ბაბუები ერთადერთი მაგდა ბაბუა დედის მხრიდან საშა მის სახელს დამარხეს
და მეუნებოდა ისე მავსებდა, გარდაცვლილი მავსებდა, რომ ცოცხალივით ვიყავი, ველაპარაკებოდი ხოლმე. ბაბუაჩემი საშა იყო თურმე უნიჭიერესი კაცი, რომელიც რატომღაც იქ მაშინ 37 წელს დაახლოებით ხო იცით რა პერიოდი იყო, რუსულენოვანი იყო თითქმის და შექსპირს რუსულად თურმე დადგენოდა და შინაურ წრეებში გამოდიოდა მონოლოგებს და ყვებოდა რაღაცა და დიდი ტაში და მithutებოდნენ და სულ მიხაროდა ბაბუაჩემის ეს ნიჭს რაღაცნაირად მას ჰქონდა ნიჭი მეუნიჭოა, მაგრამ რაღაც გენები უძნობდი ბაბუაჩემისას ყოველთვის გახარებული არაფერი არ მაგდა ერთ ქალი უпроსტად ცოლი და ეხლა თქვენ მინდა ზუსტად ახალგაზრდებს გითხრათ რომ რა პერიოდი ეს ესე იგი რა უნდა მე მინდა გითხრათ რომ ცოლი ჯობესი აქვს გერლფრენდზე არა თუ ვარცხე თუ გერლფრენდზე არა და დღეს აი მოდაშია ზოგიერთი ქართველი ქალი აყვა აი გერლფრენდი ეს ჯობია კაცი იძახი მე მინდა გითხრათ რომ არ არის ეს ცოლი ეს არის უდიდესი კომფორტი კაცის ცხოვრებაში ცოლი და არა გერლფრენდი და დაგიმტკიცებთ რატო აი თქვენ ახალგაზრდები ხართ ხო და კაც ჭირდება ხარ ყველანაირი ღვთაებრივი პავლეც კი ამას ამბობს ყოველ კაც თვისი ცოლი ხალხს ცნება ამბობს და აი ძმანო და დანო მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მორწმუნე რომ ხვდებოდი რომ ცოლი იყოს საჭირო იმიტომ რომ ეს რაღაცა აბა ეს არის კარგი ახლა სამწუხაროდ მე არავის გამიკითხავ ყოველთვის ვლოცავ მათ ამ გარკვევ ქალებს რომლებიც დგანან ქუჩაში ვაგზალზე გინდა პავლოვზე და ყველგან ძმანო და დანო რა უბანი გვაქვს მაინც რომ აქ არაფერი არ ეკანება ამ დაგვარი არაფერი ამ ზონაში ძმანო და დანო და აბა ეს არის ახლა კაკალი ესეთ ქალს რო გაუჩერებ მაგას და ჩაჯდები რა ბომბაზე არ უნდა დაჭდე რა ან რას არა იყიდებ უბედურებას ან ზოგიერთი ამბობს მე ამიტომ არ დავждებ ეგეთ ქალებს მე აი ყავს ერთი საყვარელი ვის საყვარელი ჩუს რა ეს არის ბომბზე ჯდომა იმ საყვარელს ძმა არ ყავს შეიძლება ზოგი ქმარი ყავს და რა დღეში არიან ქმარი რო კაც ყავს და ესეც საყვარლები ყავს ძმანო და დანო ეს ცხოვრებაა და ხანდახან მიყვებიან ხოლმე ვეულები კი მაგრამში არანორმალურ რო გამოდი მე ამ ფათერაკიდან და გახდი ნორმალურ ქმარი რო კაც ყავს და იმ ქალს ეს ხო სიკვდილზე სიხარ ან ძმა არ ყავს იმ ან ვინმე არ ყავს დეიდაშვილი ბიძაშვილი მეგობარი ეს ხო ბომბზე ჯდომაა ძმანო და დანო და წარმოიდგინე გერლფრენდი თუ ყავს ანუ თანხმობით ხარ და სახში ყავს ესეც არაფერი რატო პირველი გერლფრენდი ბლოკავს ბავშვს მასთან ბავშვი არ გიყოლ ალბათ რო ავიღოთ მილიონის შემთხვევა ერთი შემთხვევა შეიძლება რომ ერთმა გააჩინოს შვილი ერთად ერთხელ და ერთი აი ამით არის ცოლის უპირატესობა მეორე ბლოკავს სიყვარულს მანო და დანო იმიტომ რომ აქ უნდა ურთიერთ თანხმობით შეთანხმდეთ და ღმერთმა აი კათოლიკებს აქვთ უფრო კარგად ჩვენთან აქ ლოცვაში იდებეს აღთქმა ასე თქვა და უსმენს წყვილი აღთქმას დებღდის წინაშე ღმერთო იძახი რომ კაცის და ქალის მე არ მივატოვებ ჩემ ცოლს და ცოლიძახს ჩემ ქმარს არასოდეს სიკვდილამდე გინდა ავად იყოს, გინდა კარგად იყოს, მე მასთან ვიქნები მუდმივად. ნახეთ რა აღთქმა იდება, ნახეთ რა სიყვარულია და განვავრცობ ამ სიყვარულს და გავადიდებ ამ სიყვარულს, ვიდრე სიკვდილამდე. აი ცოლის უპირატესობა, იგი გერლფრენდი რა, დღეს ამასთან რა წავა შეიძლება იქ მივიდეს ვიღაც სხვა კაცთან, ეს არის სიყვარული ძმანო და დანო, ამის უფლებაც აქვს და ყველაფერი ასე თქვა თავის თავში. ბლოკავს ერთობას და მუდმივობას და მარადიულობას ძმანო და დანო. იმიტომ რომ იცით თქვენ გერლფრენდი უცებ იცვლება და ჩვენ ცოლი კიდე გადაყოლილი ხარ. ან ცოლი ქმარს რომ არაფერი მოუვიდეს ცოლს ქმარს, იმიტომ რომ ეს შენი ერთადერთი. და ძმანო და დანო მე ხედავდი ამას და ვგრძნობდი და მინდა გითხრათ რომ აუცილებლად და საოცარი ის არის რომ მშობლები არ აოჯახებენ აი 16-17 წლის ადრია როგორ კაცო 17-18 წლის ჩვენი გოგოები ადრია რა არის ადრია 14 წლის გოგოები თხოვდებოდნენ ყველა ჩვენი წინაპარი მთელი საქართველო 15 წლის ქალი უკვე გათხოვილია
მაქსიმუმ 16 მეტრის. აი კითხეთ თქვენს ბებიების იქით ზემოთ 19-20 საუკუნის დასაწყისში ყველა ოჯახი მე ჩავატარე გამოკვლევა კიდევაც ყველა ოჯახი ასე და ზუსტად ამ სექსუალურ აღზრდას ამერიკაში და სხვაგან რატო ესე იგი რატო შემოაქვს სკოლებში იმიტომ რომ არა ეს დიდი რაც ჩვენ წინაპრებს ჰქონდა დიდი გამოცდილება ისინი მათ იციან რომ ამ პერიოდში უკვე ადამიანი ისეთია ბიჭიც და გოგოც რომ ამ ხრივ რაღაცა უნდა გააკეთოს ხო გოგომაც და ბიჭმაც ხო და ჩვენ ამას ამხელა რაღაც უპირველეს საქმეს ყურადღებას არ ვაქცევთ და ვაქცევთ ყურადღებას იბადონოს სწავლას გაჯობია სწავლას რაღაც სხვას გარდა ამის და ამას არ აქცევ ყურადღებას სირცხვილია უბრალოდ ქალები 30 წლის გაუთხოვარი ქალი სირცხვილი და კაცები 30 წლის რომლებსაც არ ახავთ სოლა სირცხვილი და ძმან უნდა დანვაიმე ჩემს გამოცდილებას გეუბნები რაც უფრო ადრე დაუჯახდებით უკეთესი ხო ხედავთ რა ხდება მასიურად 20 წლის და 19 წლის და 18 წლის ბიჭები ყველა უკვე ის არის პლანაკეშები და ყველა ის არის რა ქვია ტაბლეტში არ არსებობს ერთი არ არის არ ჯობია მას ტაბლეტში ყავს და სანამ ასე დონეზე მივა და ან მოგდება და ან გაიპარება წამაში და დაუჯახდეს და შვილები ყავდეს კაცო ნუ ამან მაინც მიგვიყვანოს ამ დასკვნას ნუ კარგით ეს ჩემი სუსტი თემაა და სუსტი ადგილია და სულ ამაზე ბევრს ლაპარაკობ და გადავიდეთ ჩემპიონ ცნებაზე და ამით დავასრულოთ ძმანო და რას ასიხარულვარ რომ დღეს მე აი ცნება ვერავითი ერთი ორი ცნება გავაერთია და ორივეს მივანიცე ჩემპიონობა და ორივე დღეს რომელთა და კორინთელთა ეპისტოლეში ორივე დღეს წავიკითხეთ ძმანო და ასე რომ არ შევცდა ეხლა რომელია ჩემპიონი ცნება ეს პირველი არის ეს მეორე არის ეს აკითხავთ ოღონ ამას ვაერთია მობაძავ ჩემ და იქმენით ვით არცამე ქრისტესა ამბობს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში და მეორე ეს არის რომელთა ეპისტოლეში სულითა მდუხარე იყვებით აი რომელია ჩემთვის და რატო ეხლა რა ჩანსა ეს თითქოს ერთი და იგივე ცნება იმიტომ რომ პავლე მოციქულის მობაძავი უნდა ვიყოთ ის არის მდუღარე სულითა და ის არის ყველაზე დიდი ქრისტიანი რომელმაც იღვაძა რაც კი არსებობს ქრისტიანობა იქიდან დასაწყისი აქამდე არავინ მას ვერც მომავალში ვერ შეედრება მობაძავ ჩემ და იქმენით ნიშნავს რომ მდუღარე იყავით ცნებებისა ქრისტესა და ეს ცნება ზუსტად მეორე სულითა მდუღარე იყვანი ამიტომ მე ეს გავაერთიანი და უნდა ვიყოთ მდუღარე სულითა ზოგიერთს გონია ქრისტიანი უნდა იყოს მოდუნებული, რაღაც თავჩახურული და ზოგიერთი ერთმა კაცმა მითხრა კიდევ რა არის ეს კაცო ქრისტიანობა მარჯვენა ხმაში გაგარწავენ მარცხენა მიუშირო თავჩაკიდრული უნდა იყოს რა არის ქალობა ხო არ არის მე ვთქვა ვინ გითხრა რომ და უთხარი ზუსტად ეს ცნება რომ ქრისტიანი უნდა იყოს არა ისა მოდუნებული არამედ მდუღარესულითა და მდუღარების ყველაზე კარგი მაგალითია ვულკანი ძმანო და ვულკანის ამოხეთვა ხო მინახია აი ესეთი უნდა იყოს ქრისტიანი აი ესეთი და აი ამ მდუღარება ესეთი მდუღარე იყო ქართველი ევი მე აი ვიდრე სადღაც აქამდე 60-იან წლებამდე მე-20 საუკუნის ესეთი მდუღარე იყო ამ 20-იან წლებამდე საქართველო იყო ყველაზე მეტი კავკასიაში ეროვნები რაოდენობით დღეს გაგვასვა აზერბაიჯანმა გაგვასვა სომხეთმა და ალბათ სხვებიც კი გავასწრებენ ოსებიც კი გავასწრებენ ჩვენ დასამართლე მომავალში ცოტა ხნის ამას როგორ ითმეს ქართველი კაცი აღარა ვართ მდუღარენი სულითა და იმიტომ ძმანო და მე-19 საუკუნეში ყველა ქართული ოჯახი იყო მრავალშვილიანი მიუხედავად იმისა რომ 90% განჭვრებას ცხოვრობ დღეს რომ უნდა ამოიღო ეს დემოგრაფიული რაღაც დახმარებებით ესე არ მოხდება დემოგრაფიულ საკითხს უნდა ქრისტიანობის გაძლიერება აგიტაცია ყველგან მართლმადიდებლობის ქართველებში იდეა უნდა და ჩვენი იდეა ეს არის ჭეშმარიტი და ეს უნდა განავთო და უნდა ვიყოთ ძმანო და დანო დუღარენი სულითა როგორც ვულკანი ისე დაგლოცოთ და გაგუხოთ